გურიას სტიქიის ზონა რჩება რეგიონში ახლა აღარ თავს რაც სამაშველო ოპერაციებსა და გზების წმენდას აადვილებს. ხელვადობის პრობლემა მოხსნილია დღის ბოლოს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩართეს. მაღალმთიანი სოფლების ნაწილთან მისასვლელი გზები გაიჭრა, თუმცა რამდენიმე ათეული დასახლება ჯერ ისევ გარე სამყაროს მოწყვეტილია. ამ მომენტისთვის მთავარი ყურადღება სწორედ რაიონულ ცენტრს მოწყვეტილი სოფლებისკენაა მიმართული. მთავარი ამოცანა პირველადი დახმარების ნივთების და საკვები პროდუქტების მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში ვერტმფრენით იქ მყოფი ადამიანების გამოყვანაც მოხდება. სამაშველო ბრიგადებთან და 6 მიმართულებაზე გადანაწილებულ თავდაცვის ძალებთან ერთად ადგილობრივთა დახმარების პროცესში მონაწილეობენ მოხალისეებიც. სამუშაოები რთულად შესასრულებელია, რადგან ზოგიერთ მაღალმთიან დასახლებაში თოვლის საფარი 2 მეტრს აჭარბებს. ენერგომომარაგებაში კი კვლავ პრობლემებია. რამდენიმე ათას აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა, თუმცა 5,000-მდე აბონენტი კვლავ დენის გარეშე რჩება. გურიაში ინტენსიური ნალექის შედეგად დაზიანებული ენერგოინფრასტრუქტურის აღდგენას ადგილობრივი და დამატებითი ბრიგადები ცდილობენ. პირდაპირ ეთერში ვთავთ ოზურგეთს, სადაც ჩვენი ჟურნალისტი ნათია ქენქაძე მუშაობს. ნათია, როგორი არის ინფორმაცია და მონაცემები დღის ბოლოს გურიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან? დიახ, დღეს საღამოს გაიმართა კიდევ ერთი სხდომა საკოორდინაციო საბჭოში, სადაც შეჯამდა დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაო და გაიწერა ხვალინდელი დღის გეგმა. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში არის შესამჩნევი პროგრესი მთელი რიგი მიმართულებით. პირველ რიგში შეეხება დამაკავშირებელ გზებს. დღეს მოხერხდა არაერთ ისეთ დასახლებასთან გზის გაწმენდა და დაკავშირება, რომელიც ამ დრომდე მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს და ამას ხელს უწყობს უკვე მეტეოროლოგიური პირობების და ტექნიკა უკვე მთლიანად არის მობილიზებული იმ მიმართულებით, სადაც ყველაზე რთული მდგომარეობა არის. პროგრესი ასევე ბუნებრივი აირის და ელექტრომომარაგების კუთხით 2,000-მდე აბონენტს აღარ მიეწოდება ამ დროისთვის ელექტროენერგია, მაშინ როდესაც კვირის დასაწყისში ორშაბათს ეს ციფრი 35,000 აჭარბებდა და ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება ხდება არა მხოლოდ იმ დასახლებებში, სადაც გზის მიყვანა ხერხდება, არამედ გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლებში დრონების მეშვეობით პოულობენ დაზიანებულ ადგილებს და შემდეგ უკვე თოვლმავლებით გადაადგილდებიან სპეციალისტები იმისთვის, რომ აღმოფხრან დენის მიწოდების პრობლემა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით. თუმცა საკოორდინაციო შტაბში ამბობენ, რომ კომუნიკაციის პრობლემა თითქმის აღარ არსებობს და უკვე ყველა დასახლებასთან და თითქმის თითოეულ მოსახლესთან და ოჯახთან არის კომუნიკაციის შესაძლებლობა. არსებობს ცხელი ხაზი, რეაგირება ხდება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციებზე და ის პრობლემები, რაც სტიქიის საწყის დღეებში იყო, ახლა უკვე კომუნიკაციის და რეაგირების კუთხით აღარ არსებობს. ბუნებრივია, მთავარ პრობლემად რჩება ისევ გზები და ხვალინდელი დღის მთავარი სამუშაოებიც აქეთ იქნება მიმართული. ასევე მოხდება მთელი დღის განმავლობაში ჰუმანიტარული ტვირთის დარიგება. დღეს 2 ეტაპად ჩამოვიდა ჰუმანიტარული ტვირთი რეგიონში. პირველად 140 ტონა დახმარება, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაგზავნა დედაქალაქიდან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით. აქ არის მედიკამენტები, პროდუქტები, ასევე პირველადი საჭიროების ნივთები. საღამოს კი უკვე საპატრიარქოსგან გამოგზავნილი დახმარებაც ჩამოვიდა ოზურგეთში, სადაც ასევე აუცილებელი მედიკამენტები და პროდუქტებია და ესეც უკვე ხვალიდან გადანაწილდება ყველა რეგიონში, ყველა რაიონში, ყველა დასახლებულ პუნქტში. მიუხედავად იმისა, არის თუ არა იქ საავტომობილო გზა, თოვლმავლებით და დრონების მეშვეობით შეეცდებიან მაშველები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და მოხალისეები, რომ მოსახლეობას ეს დახმარება მიაწოდონ. ხვალინდელი დღის მთავარი გეგმა არის ჩოხატაურის რაიონის სურების თემში გზის მიყვანა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთად ითვლება და რომელიც უკვე კვირაზე მეტია გარე სამყაროს სრულად არის მოწყვეტილი. აღდგენილი არის ყველასთან აბსოლუტურად კომუნიკაცია. 26 ქონდა პიკი, იყო 950, შემდეგ 850 შეტყობინება. ჩამოვედით 379 შეტყობინებაზე, ასევე გვაქვს ძალიან ბევრი სოციალური ქსელი შეტყობინება, ძირითადად შეება ემთხვევა ხოლმე 112-ში განხორციელებულ ძალებს. აბსოლუტურად ყველა შეტყობინებაზე ხდება რეაგირება, ყველასთან მიდიან ან მაშველები, ან სამხედროები. თუ ეს გაუყალავი არის, ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მიაქვს შესაბამისი მედიკამენტები. ყველაზე ერთ-ერთი რთული მონაკვეთი იყო სურების თემი, სადაც ხვალდილიდან უკვე ადრე გაიგზავნება სურსათი, მედიკამენტები და თუ კი რაიმე საჭიროება არის, აბსოლუტურად ყველა საჭიროებას დავაკმაყოფილებთ. ფაქტობრივად ყველა სოფელთან
უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, მუშაობს შესაბამისი მძიმე ტექნიკა, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში იქნას გაწმენდილი სოფლის ცენტრებამდე, ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მისასვლელი გზები. ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს ელექტროენერგიის და გაზმომარაგების კუთხით აღდგენის ნაწილში. დაახლოებით სტიქიის დასაწყისში დაახლოებით 35,000 აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და დღევანდელი მონაცემებით უკვე 33,000-ზე მეტ აბონენტს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. მისი უწინდესობის ლოცვა-კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით იქნა შეძენილი საპატრიარქო გამოყო ამისათვის გარკვეული თანხა. იქნა შეძენილი თბილი ტანსაცმელი, გადასაფარებლები, ადიელები, საკვები, დაახლოებით 150 სრულფასოვანი დიდი ულუფა გაკეთდა, ფქვილი, მათ შორის ძალიან გრძელი ჩამონათვალია პროდუქტების, არის მცირე რაოდენობით ასევე მედიკამენტები. როგორც გითხარით, ხვალ სალიკვიდაციო სამუშაოების მთავარი ეპიცენტრი იქნება ჩოხატაურის რაიონი, გურიის მაღალმთიანი და რთული რელიეფის მქონე სოფლები. საჭიროების შემთხვევაში ჩაკეტილ სოფლებში როგორც პროდუქციის მიწოდებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის გამოყვანას უკვე ვეთფრენიც უზრუნველყოფს. მადლობა ნათია ქენქაძე მოგვაწოდა ბოლო ცნობები ოზურგეთიდან.